ну თადუმაძის ამბავ ჯერ ადამიანი უადო მოსამართლე იყავი და გადადიხარ მიწის მოადგილობაზე, ხო ეს იმას ნიშნავს, რომ ერთი წამითაც ჩვენ გურწველად არ გაგიაზრებია რა არის მოსამართლე, რა პასუხისგებლობა ეს და როგორ ფეხებზე გეკიდა სინამდვილეში ერთი კაცის წარმომადგენელი იყავი და შესაბამისად დაწინაურებაც არ არის. უადო მოსამართლე გვესმის რამხელა ამბავია, ნორმალურ ქვეყანაში მოსამართლეს აქ ყველას გასამართლების უფლება, მათ შორის აღმასრულებელ ხელისუფლებაში ვინმე რამე რომ მიქაროს მოსამართლე არის ყველაზე საპატივცემულო ადამიანი, რომლის გადაწყვეტილებასაც ყველამ უნდა რაღაცნაირად დენდოს. ზოგადად ჩვენ რა ქვეყანაში ვიმყოფებით და კაცმა უადო მოსამართლეობაზე უარი თქვა მინისტრის მოადგილეობაზე. რატომ დღეს სამდვილეში უადო მოსამართლეც არ იყო, ერთი კაცის წარმომადგენელი იყო და ის სად გადაწყვეტს იქ წაიყვანს. მეორე ეს კაცი ხო იყო ბიძინა ივანიშვილის პირადი რაღაც ადვოკატი ხო. წარმოიდგინეთ, მინისტრად ხავს დანიშნული მის ხო პირადი დაცვა, ფიზიკურად ვინც იცავდა და მეორეს მის მოადგილედ ხავს, ვინც ფინანსურად იცავდა, იმიტომ რომ მის ფინანსურ აქტივობებში ადვოკატი იყო და რა ქვეყანაში ცხოვრობთ, რომ ვერ ახერხებს, აი ქოციც რო ხარ, აი დაფიქრდე რომ ხო შეიძლება ქოცი ხარ გინდა თვით განვითარება და ხედავ რომ შეუძლებელია შენ როდესმე სადვე რამეს მერწიო თუ იმ ერთი კაცის ან დაცვა არ იყავი ან ხელის ბიჭერყავი რაღაცა მასთან არ მუშაობ მისი პირადი სტაფი არ იყავი მერიტოკრატია აქ აგებული თითქოს ფაშაა რა ანუ ფაშასავით არის და მასთან დაახლოებული პირებს ესე რომ ნიშნავს ქოც არ აწუხებს აი ქოცი რო ხარ და რომ დაფიქრდები წარმატების გზა რა არის განახეს რომ ერთი ეს არის და მეორე თუ ცხოვრებაში ვერ მოასწარი პროფესიულად ბიძინა ივანიშვილთან დასაქმებული ყავ მეორე გზა არის ყავილაშვილის გზა რომ მე ისეთი მონათლობელურის გამოავლინო რომ მე დაგნიშნო რაც უფრო უმეცარი იქნები და შორს იმ თანამდებობიდან მაგრამ მორჩილებას კარგად გამოხატავ აი ეს მესიჯიც კი გასცა ბიძინა ივანიშვილმა და არც უკვე ქოცებსაც შეაწუხა და ეთყობოდა რომ ნიშნავდა პრეზიდენტად იქ სახეები რო ქონდა თალეწილი ყოველას გულისხმობაში ქონდა რომ ამას ეკუთვნის პრეზიდენტობა მე რატო არ მეკუთვნო და განა მე რა დავაკელე თავარი რაც დააკლეს ის რომ ვიღაცაზე უკეთესად მომფერებელი არის ბიძინასთვის ამიტომ ესეთი ტიპის ქვეყანაში ცხოვრება უნდა იყოს ადამიანისათვის პრობლემატური ქოციც რო ქოცია ისიც უნდა დაფიქრდეს რომ ყავს ფაშა რომელიც ესე პირად ტიპებს ესე ინიშნავს ქვეყნის მინისტრებად კი ბატონო და ცოტა ასევე გკითხავ მაგრამ ამ ნაწილს რადგან ირაკლი უკვე შეეხო ამას გულისხმობ შაიშმელაშვილის ინტერვიუს ხომ რეალურად რაც თქვა მან ნოდარ მელაძესთან ინტერვიუში ფაქტობრივად არის ნუ კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ ნორმალურ სახელმწიფოში არის მინიმუმ რამდენიმე გამოძიება ერთდროულად უნდა დაწყებულიყო ხომ ისეთი ტიპის ინფორმაციები გააჟღერა მათ შორის კონკრეტული სახელებით და გვარებით და აი რამდენად მნიშვნელოვანი პრეცედენტია თავად სისტემაზე საუბარი იმ ადამიანის მხრიდან ვინც წარმოადგენდა ამ სისტემას წლების განმავლობაში რაღაც ბევრი განსხვავებული აზრი წავიკითხე მათ შორის სოციალურ ქსელში რომ თურმე რაღაცა გმირად არ უნდა შევრაცხოთ და არაფერი სამადლობელი არ არის ამ ინტერვიუს გამო და ასე შემდეგ ხო აი თქვენი პოზიცია როგორი არის? არა, ხო ხა გმირად ძალიან ბევრი ადამიანს არ შევრაცხავდი ის ბოლო ხანებში, როგორც გმირად ისე გვიწევს მისი წარმოჩინება, იმიტომ რომ კონკრეტულ სიტუაციაში და მომენტში სიტუაციას ადგება, მაგრამ მე ჩემი მოწოდება ის იყო, რომ ამ აქციების ერთ-ერთი მონაპოვარი იქნებოდა მე-11 ჟამის მუშაკები, ხალხი, რომლებიც გვიან, მაგრამ გონს მოვლენ და მასთან მიმართებაში პოზიციის დაჭერას მირჩევნია, რომ ეს ადამიანებს რაღაცნაირად მინიმალური კომფორტი შეუქმნათ, რომ შეძლონ, რომ გარისკონ საომარად სხვა ადამიანებმა, რომ სისტემას გადაუხდრენ. ხო, ეხლა ამ ადამიანებსაც გაუმართლა, რომ რაღაც პირადი უსაფრთხოების რაღაც გარანტიები მიიღო, მათ შორის ის, რომ თქვენი მედია ამოდგა ხარში და არ რაღაცა უთხრა, რომ მას შემდეგ რაც ის იქნებოდა მშვიდობიანად, მეერე მოხდებოდა და ამიტომ ესეთ რაღაცებს მნიშვნელობა აქვს, არა ის, რომ იმ ადამიანს თავი გმირად ვაგზნობინოთ, არამედ იმითიც, რომ სხვა ადამიანს, რომელსაც შეიძლება ფიქრობს, რომ რაღაცნაირად გასცეს სისტემა და ისაუბროს მასზე, რომ რაღაცნაირად გარეთანაღრებოდეს და იცოდეს, რომ ნუ მივიღებთ რა, იქიდან გამომდინარე, ჩვენ თვითონ გვაწყობს ეს და ამიტომ ამაზე ვარ ვეტყვი. რაც ხა იმ ადამიანმა ხო ისეთ რამეები საუბრა, რასაც ჩვენ ალბათ ვიცოდით, ფიქრობდით, მაგრამ უბრალოდ მაინც ხვალ ესეთი ტიპის პირისგან ისმენ და მაინც ის იყო რა ცუდი საყურებელი იყო, იმიტომ რომ აბსურდულობაში ცხოვრობ ხვდები და მე იმ წამს და ახლა თუ ვერ შევცვალეთ, რა ვშვებით რა შევაპირებთ ცხოვრებას, ეგ ძალიან ძიმე ტურთად გაწובה რა დიდ პასუხისგებლობად გვაწובה ყველა ადამიანს, როცა გაშიშვლებულია სისტემა, მე ამ გაშიშვლებულს იტან თუ არა, ამიტომ ასეთი დღეები შემიხომე მატულობს თვითონ ჩვენს შიც დაძაბულობა, რომ უკვე მარტივად ვერ გადავყლაპავთ ესეთ რამეს, რომ რასაც ყლაპავთ ჩვენი უმეცრების ბრალი არ იქნება. აქამდე ვიტყოდი და თქვა არ ვიცოდით. ეხლა ყველაფერი რომ ვიცით, სხვა პასუხისგებლობას გვანიჭებს. ხო, როგორც უკვე დასანქცირებული ბიძინათი ცხოვრება, ბევრად უფრო დიდი ტვირთი ეხლა მოქალაქისთვის, ვიდრე აქამდე, იმიტომ რომ всё რაღა უნდა მოხდეს. ხო, დასანქცირდა ამერიკამ გითხრა, რომ ამასთან იმ მოტივაციით ვასანქცირებ. რომ რუსულ საქმეს აკეთებს. ყავს პრეზიდენტი, რომელმაც დააგინა, რომ ვინც შორეულ რუსულ საქმეს აკეთებს და ამაზე დააგინა და ამერიკამ თქვა, ვინც აკეთებს და ასეთ ქვეყანაში ცხოვრებასთან მართებაში უბრალოდ ეს გვირთულდება. მაგრამ მაინც უნდა წავახალისოთ ყველა ასეთი ადამიანი, რომ
ვისაუბროთ მაინც ამ საკითხებს. მადლობა თქვენი. ერთ-ორ სიტყვას მაინც ვიტყვით, რომ ვეღარ გნახავ ალბათ. ახალ ბოლო გადაცემაა და მინდა რომ რაღაცნაირად შევაჯამოთ ეს წელი რა და ერთ-ორ წუთს მაინც დაუთმობ, რომ 2024 წელს შევხედოთ როგორც მონაპოვარს იმ ადამიანს, რომლებიც ახლა გავიცანით. რატო არის რომ ამ ხალხმა გადაწყვიტა რომ ახალ წელს ერთად შევხვდნენ? იმიტომ კი არა რომ თქვა და აქციის დღის ჩაგდება არ გვინდა, იმიტომ რომ ახალ წელს გინდა დღე გაატარო იმ ხალხთან ერთად, ვისაც მეგობრად და ოჯახის წევრად ხვდით. აქ 10,000-ობით ადამიანმა ოჯახის წევრად ჩათვალა ერთმანეთი და ამიტომ ახალი წლის გატარებაც კი ერთი мотиваციით უნდათ და ერთად რო იყვნენ. თავარი რაც მინდა, რომ ეს მონაპოვარი 2025-ში გამოვიყენოთ სწორად, ეს მოვიპოვოთ ეს ხარისხიანი ადამიანები და მეორე, შეცდომებზე სწავლის უნარი არის ადამიანის თავარი უნარი. ყველა იმ შეცდომაზე, რაც დაგვიშვია 2024-ში, იმედია რომ მე პირადად ჭკუას ვისწავლი და 2025 წელი იქნება ჩემთვის მინიმუმ იმისთვის, რომ რაზეც ენა მომიჩლექია და არ მისაუბრია სამყარისად, მეტი ვისაუბრო. რაზეც მithქვია, რომ ეხლა რაღაცას გააფუჭებს, ვიღაცასთან ურთიერთობები გაფუჭდება, ეხლა ამის ლაპარაკის რო არ არის, აი ამაზე რო გავჩვენებულო რა არა, მეტი უნდა ვილაპარაკო და მეტი სიმართლები უნდა ვილაპარაკო და 2025 წელს განსაკუთრებით ბევრი ესეთ სიტუაცია იქნება, რომ ბევრი გვეტყვის, რომ ეხლა მაგის რო არ არის. ეხლა დაძაბული სიტუაცია და მოდი ის არის ლაპარაკო და ამ ეს ენის მოჩლექვებით და გაპრანჭებით მივედით ამ სიტუაციამდე. ამიტომ 2025 წელი სწორად ამისთვის გამოვიყენოთ, რომ რაღაცნაირად აღარასდროს გავჩვენოთ რაღაცებზე და მეტი სიმართლეები ვილაპარაკოთ, სულ რომ ვიღაცას ეგონოს, რომ ეხლა ვიღაც ჩვენიას ეს აზიანებს. იმიტომ რომ ასეთ ფულს, ასეთ ძალაუფლებას, ასე რაღაცად როგორც ბიძინა იქცეო, ერთ-ერთი რით შეიძლება აჯობა არის სიმართლე და იდეა. და სიმართლებს რაღაცნაირად ცოტა ვაუფასურებთ ხომ, როცა მასზე ლაპარაკი რაღაცების გამო გვერიდება. ამიტომ არ მოგვერიდოს ბევრი სიმართლეები ამ წელს. თორე ესე ამ კაც ვერ მოუგებთ.